ამ თიმ მოწოდების შესახებ, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ბრიტანეთის მთავრობა, როგორც ცნობილია, მოუწოდებს საქართველოს გამოაქვეყნოს ქიმიური არაღის შესაძლო გამოყენებაზე გამოძიების შედეგები. Როგორ ფიქრობთ, სათამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი? არის თუ არა გარკვეულწილად თანამშრომლობის შესაძლებლობა, არაერთი კითხვა ჩნდება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა რეაგირება ექნება შესაბამის უწყებებს და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს და საკითხს, რაზეც როგორც ხედავთ ჩვენ საერთაშორისო გამოხმაურება და ინტერესი არ წყდება. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ ამბავს? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ამ განცხადებას, ბუნებრივია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან. ქართული ოცნება რას იზამს, ძნელი სათქმელია, ალბათ უფრო ექსპერტებმა და კომენტატორებმა უნდა თქვას, მე როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი გეტყვით, ქართული ოცნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის მხრიდან არ იყოს სანქციები, იმიტომ რომ ბრიტანეთშია მაგალითად დაფუძნებული ის კომპანია, რომელიც მათ მთავარ არხს იმედს აკონტროლებს და აქედან გამომდინარე ისინი ყოველთვის ფრთხილად ეკიდებიან ხოლმე განცხადებებს, რომელიც ბრიტანეთიდან მოდის, ალბათ იმედი აქვთ, რომ ეს დარჩება უბრალოდ განცხადებად და ამას არ მოყვება შემდგომ კიდევ ნაბიჯები. მაგრამ ფაქტია, რომ თანდათანობით დიდი ბრიტანეთი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იჩენს საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ და ეს წესით ქართული ოცნებისთვის საკმაოდ შემაშფოთებელ სიგნალად უნდა მიიჩნეოდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც არის. ანუ სანქციების მოლოდინი ეს არის შეიძლება იყოს გარკვეულწილად სურვილი თუ აი რაღაც ლოგიკური გაგრძელება ამ პროცესის, თქვათ ამგვარი ინტერესი ამ ასეთ ნიშნებზე შეიძლება მიუთითებდეს ბაკუ, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ ჩვენ ასევე ვნახეთ ხო ფლაერტის სხვების ინტერესიც აღნიშნული მიმართულებით და ასევე ძალიან საინტერესო არის იმ კითხვის შინაარსიც რეალურად, რომელიც დაისვა და რასაც მოყვა შემდეგ ეს პასუხი და მოწოდება ბრიტანეთის საგარეო ოფისის მხრიდან აპირებს თუ არა დიდი ბრიტანეთის მთავრობა რომ დააწესოს სანქციები მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ნოემბერ-დეკემბერში აქციების დასაშლელად ქიმიური არაღის შესაძლო გამოყენებასთან მიმართებით. კი, ნამდვილად შემაშფოთებელია მათთვის ეს განცხადებები, იმიტომ რომ რეალურად ეს არის თან ესეთი მოთხოვნა, რომელზედაც პასუხის არ გაცემა ქართულ ოცნებას გაუჭირდება, იმიტომ რომ თუ მიაჩნია, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ქონია, მაშინ უნდა გამოაქვეყნოს ის შედეგები, რომელიც ამ გამოძიების შედეგად დადგა და ნათლად აჩვენოს საზოგადოებას თუ რა შეასაქმე, როგორც ჩანს პრობლემას ქართული ოცნებისთვის ეს იმიტომ წარმოადგენს, რომ BBC-ს სიუჟეტში აშკარად გაჟღერებული იყო ინფორმაცია, რომელიც სწორედ უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ არის გამოტანილი. BBC-სთვის და აქედან გამომდინარე ქართულ ოცნებას ალბათ არ აქვს წარმოდგენა თუ რა დონის დეტალიზაციით არის ეს ინფორმაცია ცნობილი BBC-სთვის. ამიტომ ის დასკვნა, რომელსაც გამოაქვეყნებენ, ხომ? თუ აცდება მნიშვნელოვნად იმ ინფორმაციას და იმ მტკიცებულებებს, რომელიც BBC-ს უკვე გააჩნია, ქართული ოცნება საკმაოდ დიდ საფრთხეში აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი ასე ვთქვათ, ერიდებიან გამოაქვეყნონ იმ ვითომდა გამოძიების შედეგები, იმიტომ რომ ჯერ წარმოდგენა არ აქვს, რა დონეზე უნდა დამალონ სიმართლე. ეს არის მათთვის მთავარი გამოწვევა. ფაქტია, რომ აკრძალულ ნივთიერებებს ისინი იყენებდნენ და აქედან გამომდინარე არსებობს საკმაოდ დიდი საფრთხე იმისა, რომ მათი ასე ვთქვათ, თანამდებობის პირები, რომლებმაც ამაში მიიღეს მონაწილეობა, საერთაშორისო პასუხისმგებაში იქნენ მიცემული. კარგი, და აუცილებლად მინდა გითხოთ ზურა ჯაფარიძის გათავისუფლების შემდეგ, თქვენ თავისუფლების მოედანს წარმოადგენთ, ის ლაპარაკობდა ერთობის მნიშვნელობაზე, მათ შორის იმ სურათის გათვალისწინებით ზუსტადად, რომელიც არის ახლა ქვეყანაში შექმნილი და იმ გეგმის გათვალისწინებითაც, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით. აი, რას ფიქრობთ, როგორ უყურებთ ამ შანსებს დღეს, სწორედაც ამ სურათის გათვალისწინებით, რადგან იყო ნათქვამი, რომ აუცილებელია საუბარი და ერთობის გარეშე არაფერი გამოვა. თქვენი ჯგუფი იზიარებს თუ არა ამ აზრს და როგორ ხედავთ შემდგომ პროცესს? პირველ რიგში თავისუფლების მოედნის სახელით მეც მინდა შევუერთდე მილოცვას და მილოცოს ზურას გათავისუფლება უსამართლო სასჯელისგან და უსამართლო სასამართლოსგან მინიჭებული სასჯელისგან და ამ პატიმრობისგან. რაც შეეხება ერთობას, თავისუფლების მოედანი ყოველთვის იყო
მე ვიტყოდი სათავეში ინიციატორი და კოორდინატორი ნებისმიერი ინიციატივისა, რომელიც შეეხებოდა ერთობასა და ერთიან ფრონტს. აქ რა თქმა უნდა, ჩვენ მონაწილეობთ ყველა იმ ფორმატში, რომელიც შინაარსიან საშუალებას იძლევა ერთობის მიღწევის. ფაქტია, რომ დღეს არის დაკვეთა ალტერნატივაზე, დღეს ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს, მათ შორის იმ ნაწილს, რომელიც ჯერჯერობით მაინც არ არის აქტიურად ჩართული პროტესტში, აწუხებს ისეთი საკითხები, თუ როგორია ჩვენი ხედვა საქართველოსი ქართული ოცნების შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ამაზე ის მუშაობა, რომელიც უკვე დაწყებულია, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ თავისუფლების მოედანი ზოგადად მხარს უჭერს ერთიანობის იდეას, ერთიანი ფრონტის იდეას და ერთიანი წინააღმდეგობის იდეას, იმიტომ რომ ქართველი ხალხი დღეს ამას ითხოვს და ითხოვს იმას, რომ რეალურად ძალაუფლება დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. და ბაკურ, ანუ ერთობაზე ლაპარაკი ჩვენ ხშირად და მრავალი წლის განმავლობაში მოგისმენია, ხო, ამას გარკვეული ჯგუფები ეთანხმებოდნენ, არ ეთანხმებოდნენ და პროცესები ისე განვითარდა, როგორც განვითარდა, ეს იცის ძალიან კარგად საზოგადოებამ. აი, როგორ ფიქრობთ, ეხლა რატომ არის აი მნიშვნელოვანი და კრიტიკული მომენტი, რომ რეალური ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას და ისეთი, თქვათ, წონასწორობის ცენტრი არსებობდეს, რომელსაც შეუძლია პროცესზე გავლენა და რეალური ნაბიჯების გადადგმა ოცნების ხელისუფლებიდან გასაშვებად. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? ის რომ რეალურად დღეს არის მოთხოვნა არა იმაზე, რომ პროტესტი იყოს ერთიანი, არამედ ის რომ იყოს ერთიანი, ჩამოყალიბებული თანმიმდევრული ხედვა იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ქართული ოცნების შემდეგ და ამისთვის აუცილებელია პროცესის ჩვენება, სადაც პროდემოკრატიული პარტიები არიან ჩამოყალიბებული იმაზე, რომ ისინი ერთად შეძლებენ საქართველოს სწორ კურსზე დაბრუნებას, იმ კურსზე დაბრუნებას, რომელსაც ხალხი ითხოვს. და აქედან გამომდინარე, ჩვენც ვთვლით თავისუფლების მოედანი, რომ ამ მიმართებით აუცილებლად გასაძლიერებელია მუშაობა და ჩვენ ამაში ჩავერთვებით ბოლომდე. ჩართული ვართ, მაგრამ კიდევ უფრო ახალ, ასე ვთქვათ, мотиваციას მოგცემს ზურას გათავისუფლება და მისი ჩართვა პირადად ამ პროცესში. დიდი მადლობა ბაკურ, დაგემშვიდობებით. ბაკურ კვაშილავა საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. 3 საათზე უკვე ახალი ამბები